გამარჯობა, მოგესალმებით. დღევანდელ ეპიზოდში ყავს თეონა აქუბარდია. დიდი მადლობა თეონა შენი დროისთვის. თეონა, ვინც არის ის გახლავთ მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი, ბევრი წელი მუშაობს თავდაცვა და უსაფრთხოების საკითხებზე, იყო NGO სექტორში, მოკლედ მოდებული იყო ამ თემას და თავისთავად ცხადია უშიშროების საბჭოშიც იყავი, საბჭოს მდივნის მოადგილე იყავი. ყველაფერს ვეღარ ჩამოთვლი, მაგრამ აი ამ თემაში, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში ძალიან ღრმად ჩახედული ადამიანი და რაც თავარია, თან განათლება აქვს ზუსტად ამ მიმართულებით გავლილი. დიდ ბრიტანეთში, სამეფო კოლეჯში, თავდაცვის სამეფო კოლეჯი აქვს დამთავრებული, არც თუ ისე ბევრი ყავს ესეთი ცოდნით ჩამოსული იქიდან. მაშასე, დიდი მადლობა თეონა, დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ ვსაუბრობთ სუსის ანგარიშზე, რომელიც შევიდა უკვე პარლამენტში. და მინდა ვთხოვო თეონას თავისი დაკვირვებები გაგვიზიაროს ეს ერთი და მე საუბარში მინდა რომ ვთხოვო ასევე შევაფასოთ წინა წლების ანგარიშები და დაკვირვებები არის თუ არა გარკვეული ტრანსფორმაცია ამ ანგარიშებს შორის და მე შეგვიძლია დასკვნების გავაკეთოთ. მაშასე. ძირითადი დაკვირვებების თაობაზე. სუსის ანგარიში პარლამენტში შევიდა კანონის თანახმად აპრილის თვეში, სულ ახლახან და მალევე მისი ხელმომწერი სუსის უფროსი გადააყენა პარლამენტის პრემიერის, ასე რომ ვთქვათ, ერთობლივმა გადაწყვეტილებამ, გულისხმობ მამუკა მდინარაძეს, რომელმაც სუსში 7 თვე ნახევრამდე დაჰყო და როგორც ჩანს ამ ანგარიშს უკვე ახალი სუსის უფროსი გეკა გელაძე წარადგენს და არა მამუკა მდინარაძე, რომლის ხელმოწერითაც არის ეს ანგარიში შესული. ანგარიში არის რამოდენიმე საგულისხმო მომენტი, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ტრადიციულად იმავე თავებს მოიცავს, რაც აქამდე იყო, იქნება ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, რომელსაც სუსი ყოველწლიურად სწავლობს, იქნება ეს მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეები, დეზინფორმაცია, პროპაგანდა, რბილი ძალა, ფარული ოპერაციები, ანუ სპეცსამსახურების საქმიანობის ნაწილი იქნება ეს მათ შორის ტერორიზმის საფრთხეები და სუსის ამის საწინააღმდეგო ქმედებები იქნება ეს მათ შორის ანტიკორუფციული და სხვა ტიპის ასე რომ ვთქვათ შინაარსის მქონე დეტალები 62 გვერდია ეს ანგარიში, თუმცა ამ ანგარიში საგულისხმო მე ვფიქრობ ამ წელს არის ის რაც ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილში წერია, რომ რუსეთი ამზადებს ნიადაგს ხელსაყრელი დროის ჩავარდნის შედეგად, რომ მოახდინოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია და ამას უკავშირებს რუსეთის კურატორ კირიენკოს, რომელიც სხვა შორის აფხაზეთშია დაბადებული და რომელიც ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის პირველი მოადგილეა. ანუ სუსი ამბობს, რომ თუ აქამდე ჩვენ ვხედავდეთ, რომ ანექსიურ პროცესებთან დაკავშირებით მიმოხილვებში ყოველთვის იყო ის მიმოვლენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოკუპირებულ რეგიონებში, ეხლა უკვე ნიადაგი არის მომზადებული ანექსიისთვის და რუსეთი ელოდება ხელსაყრელ მომენტს და აი ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ქვეყანას არ აქვს ოკუპაციის სტრატეგია, ქვეყანას აღარ ყავს დასავლელი პარტნიორები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიული მთავრობის სუვერენიტეტის მხარდაჭერის გზაზე. მაგრამ სუსი განგაში ზარს ამ კუთხით სტეხს, ასე რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის გარკვეულწილად ხმა მაღაღადებლის და უდაბნოსა შინა, იმიტომ რომ ის ვინც უნდა განახორციელოს ამის საპირწონე ქმედებები და პასუხისმგებლობა ცალსახად კონსტიტუციით არის ირაკლი კობახიძეზე, ამ შემთხვევაში ის არასდროს არ გასულას ოკუპაციო ხაზთან და ამით ამაყობს, მიუხედავად თანამდებობრივი ვალდებულებისა და სწორედ მისი პრემიერობის დროს მთავრობის პროგრამიდან როგორც ვალდებულება ამოვიდა დეოკუპაციის და ქვეყნის შედარებით გამთლიანების გეგმის შექმნის შესახებ და ესეც ირაკლი კობახიძის, ასე რომ ვთქვათ, პირადი ინიციატივა იყო, როგორც ჩანს. შესაბამისად, აქ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, თუ საუბრობთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესზე. საგულისხმო ამ წლის ანგარიში ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როდესაც საუბრობთ იმ პოლიტიზაციის
ნიშნები, რომელიც აქამდე ოკუპირებული ტერიტორიების თავში არ გვხდებოდა ხოლმე და აქ ცალსახად არის ერთის მხრივ გარკვეულწილად შემცირება იმ მძიმე მოვლენების, რომელსაც ანექსიურ პროცესების კუთხით განიხილავს სუსი და აქ არის ერთის მხრივ ოკუპირებული სოხუმში აეროპორტის გახსნის ინტერესი და მიზანი რუსეთის მხრიდან, რაც თითქოს დაკნინებულად და შემცირებულად არის წარმოდგენილი და თითქოს მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნისთვის სჭირდებოდა რუსეთს და არც არაფერს თიც არ აძლევდა ეს ფაქტი მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმს მიუხედავად იმისა რომ სულ ახლახანდა მათ შორის სუსის ანგარიშის წარდგენამდე ჩვენ ვიხილეთ სოხუმში ბატონი კირიენკოს ვიზიტი ბიზნეს ფორუმზე რომელიც პირველად გაიმართა იქ და მათ შორის ახლად გახსნილი ტერმინალი სწორედ ამ აეროპორტში და ის ინტენსიური ფრენების ანონსი რომელიც აწი კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო მრავალი დღის მანძილზე იქნება მიუხედავად იმისა რომ ქართულ ოცნებას არაფერი არ გაუკეთებია იმისთვის რომ ამ ფრენებისთვის ხელი შეეშალა თუნდაც ერთის მხრივ იკაოს საერთაშორისო პრინციპების გამოყენებით როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის აეროპორტი როგორც ესეთი არ იძებნება კოდით და ეს გააკეთა საქართველომ წინა ხელისუფლებამ როგორც მახსოვს როდესაც იმისთვის რომ მის აღდგენასთან დაკავშირებული საუბრების საფუძველი რეალიზაციასთან დაკავშირებით მოსპარი იყო ეს შეჩერდა და მეორეს მხრივ პირდაპირ ფრენები ჩვენ გვაქვს რუსეთიდან სხვადასხვა ქალაქებიდან თბილისში და ოკუპირებულ სოხუმში და რომ ყოფილიყო წინაპირობად დაყენებული რომ თუ მათ უნდათ იფრინონ თბილისში მაშინ არ უნდა იფრინონ სოხუმში ასეთი რამ ქართული ოცნების ხელისუფლებიდან არ ყოფილა თუმცა სუსის ანგარიში ეს ამბავი ვერ შევიდოდა ხო არა ვერ შევიდოდა რა თქმა უნდა თუმცა სუსის ანგარიში არის ერთის მხრივ ფაქტების კრებული და ფაქტები ამ ნაწილში არის გარკვეულწილად შემსუბუქებული აეროპორტის ნაწილში ასევე მნიშვნელოვანია პოლიტიკურ ჭრილში გამქრალი ის რიტორიკა რომელიც უკავშირდებოდა ჩორჩანას საგუშაგოს რომელიც ჩვენ კონტროლირება და მიწაზეა და რის ჩადგმასთან დაკავშირებითაც გიორგი გახარიას ბრალი აქვს წარდგენილი წინა ანგარიში რომელსაც ანრი ხანაშვილი აწერდა ხელს რომელიც სულ 4 თვით იყო სუსის უფროსი ის საუბრობდა იმაზე რომ გადასასვლელები რომელიც ჩაკეტილია ამის მიზეზად ცხენოს მარიონეტულ რეჟიმი ასახელებდა სწორედ ჩორჩანას საგუშაგოს. დიახ გადასასვლელები ახლა ჩაკეტილია, თუმცა რატომღაც ეს ნარატივი რომ იმიტომ რომ ჩორჩანას საგუშაგოა, ამიტომ არის დაკეტილი ასე რომ გადასასვლელები გაქრა და აქ ჩვენ ხედავთ გარკვეულწილად პოლიტიკურ ნაწილს, მით უფრო წულკენის საგამოძიებო კომისიის დასკვნის შემდეგ სადაც ჩორჩანას ნაწილთან დაკავშირებით და გახარეს ბრალთან დაკავშირებით პარლამენტს აქვს კიდევ რა ცვლილება არის მაგალითად იგივე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ასევე საინტერესო დეტალია ოჩამჩირის ოკუპირებულ პორტთან დაკავშირებით, სადაც რუსეთმა ღიად განაცხადა განზრახულობა, რომ მუდმივი სამხედრო ფლოტის ბაზირების ადგილი შეექმნა. ამასთან დაკავშირებით მე მქონდა რეზოლუცია პარლამენტში ინიცირებული, რომელიც შეგვეფასებინა ეს ფაქტი და მათ შორის პოლიტიკურად დაგვეგმო რეზოლუციით, რაზეც ქართულ ოცნებამ არამც და არამც არაფერი არ მოიმოქმედა, არც კი განიხილა ჩემი რეზოლუცია. შემდგომ უკვე ანრი ოხანაშვილი საუბრობდა საკონტეინერო გადაზიდვების მშენებლობაზე და არა მუდმივი სამხედრო ფლოტის მოცილ დასკვნაში ბიჭვინთის რეზიდენციებზეც არის სუსის ანგარიში საუბარი. კი ბატონო, რაც ეხლა აღარ არის, მაგრამ ეხლა უკვე კონტეინერის ანგარიში ნათქვამია, რომ ეს იქნება მომსახურა ტექნიკურ მატერიალური ბაზის მშენებლობა მიმდინარეობს ახლა ოჩამჩირეში, ანუ ისევ და ისევ სამხედრო მიზნით. საინტერესოა ასევე დეტალი, როდესაც საუბრობთ იგივე აეროპორტზე ოკუპირებული სოხუმის შეფასებებში სამხედრო კომპონენტია აბსოლუტურად არ არსებობს მიუხედავად იმისა, რომ ეს ბუნებრივია უნდა იყოს სამხედრო პოლიტიკური და ეკონომიკური და რატომღაც ეს არ არის, ისევე როგორც ძალიან საინტერესოა მათ შორის სატრანზიტო პოტენციალთან დაკავშირებით და ჩვენ ვხედავთ, რომ ერთის მხრივ
პოზიციონირება მიდის ოკუპირებული აფხაზეთის და მათ შორის რუსეთის, რომ რკინიგზის გახსნა უნდა მოხდეს ოკუპირებული აფხაზეთის გავლით, რუსეთთან დამაკავშირებელი, როგორც სომხეთის, ასევე ირანის, აზერბაიჯანის და ინდოეთის და ამ თემაზე საუბარია, მაგრამ ამ წლის ანგარიშში ის რაც უნდა ყოფილიყო ენგურის ტერმინალთან დაკავშირებით, გალის ტერმინალთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს სრულიად საიდუმლოდ მიმდინარეობდა, მშენებლობა ყველამ ვიცოდით, კადრებიც კი გავიდა ქართულ მედიაში, მაგრამ ამაზე ქართული ოცნება ხმას არ იღებდა, იქამდე სალამ ამ ენგურის ტერმინალის გენდირექტორმა ღიად არ ისაუბრა, რომ მუშაობა დასრულდა მშენებლობის და რომ განზრახულობა სატრანზიტო პოტენციალის განვითარება. ასევე სამწუხაროდ საუბარი არ არის იმ გაზრდილ, ასე ვთქვათ, შემოსავლებზე, რომელიც ამ პოტენციალიდან გამომდინარე სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვებიდან, ისევე როგორც საჰაერო აფხაზეთს გააჩნია ოკუპაციის პირობებში და მათ შორის, როდესაც საუბარია ოჩამჩირის რკინიგზის რეაბილიტაციაზე, ეს არის მხოლოდ ვიწროდ ოჩამჩირაზე წარმოდგენილი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე განახლებულია არა მხოლოდ ოჩამჩირის, ასე რომ ვთქვათ, რკინიგზის დამატებითი პუნქტები და საუბარია 300 მეტრი ლიანდაგზე, არამედ მათ შორის გვირაბები და სოხუმთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურა. მე უბრალოდ აქ ჩვენს მელს შევახსენებ, რომ სარკინიგზო ჯარები, როდესაც შემოვიდნენ რუსეთის 2008 წლამდე ოკუპირებულ აფხაზეთში, მოხდა ამ რკინიგზის აღდგენა და ამას მოყვა შემდგომ რუსეთის სამხედრო ღია აგრესია პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ. ამიტომ აქ გარკვეულწილად არის ფაქტები შერბილებულად წარმოჩენილი, რაც აჩვენებს გარკვეულწილად თელობას იმას, რომ სამხედრო საფრთხე საქართველოს არ აქვს. ძალიან საინტერესო სამხედრო დეტალი იყო დრონებთან დაკავშირებით. არის საუბარი მათ შორის იმაზე, რომ გახშირებული არის სამხედრო წვრთნები ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სხვადასხვა ტაქტიკური და სხვადასხვა მიზნები. არა იმ დონეზე, რომ გარკვეულწილად რაღაცა სამხედრო საფრთხის სურათი წარმოიჩინდეს ერთი ამ ანგარიში სამხედრო საფრთხეზე ხო ვერ ისაუბრებენ ხო? თუმცა არა, შესაძლებელია ამ სამხედრო სწავლებიდან გამომდინარე მათ შორის ამ კუთხით ანალიზი, მაგრამ აქ ერთ დეტალია საინტერესო დრონების საკითხი, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, რომ ცენტრია უპილოტოების გაკეთებული და რომ ოკუპირებულ აფხაზეთშიც მიმდინარეობს უკვე ამ კუთხით გადაიარაღება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არის უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომში ჩაფლული, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, ის მაინც ამ ტექნოლოგიებს უზიარებს ოკუპირებულ რეგიონებს და ამავე ანგარიში, რაც ძალიან საგულისხმო ანექსიურ პროცესებში რომ განვიხილოთ, ნაჩვენებია ის თუ როგორ გაზარდა დაახლოებით $100 მილიონ რუსეთმა სუბსიდია ოკუპირებული რეგიონების ბიუჯეტების მიუხედავად ომში ყოფნისა, როგორ გაიზარდა მათ შორის ბორდერიზაციის შემთხვევები, აი უკანონო მავთულხართების და ნიშნების დახმულების გავლება და მათ შორის როგორ გაიზარდა ასევე უკანონო მოქალაქეების დაკავებები, საოკუპაციო ხაზიდან გადაცებები და ასევე პატიმართა რიცხვი ოკუპირებულ რეგიონების იზოლატორებში 11-დან 15-მდე არის გამხდარი და მათ შორის არის ასევე ტენდენცია კვეთის ბრალდებით. არა მხოლოდ ჯაშუშობის ბრალდებითაც არის მომატებული ეს ციფრი და ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში რუსეთს ძირითადად მაქებარი, ასე რომ ვთქვათ, შეფასებები აქვს მეგობრულ ქვეყნების სიაშია, ქართული ოცნების მქება მოდის სხვადასხვა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან განცხადებების დონეზე და ეს უკავშირდება, რა თქმა უნდა, შეცვლილ საშინაო და საგარეო კურსს ამ ქვეყნის დემოკრატიის და ქვეყნის ევროპული მომავლის საწინააღმდეგოდ, რაც რუსეთის ღია ინტერესი რომ იყო ეს თავის უსაფრთხოების სტრატეგიებში ამას კაფეო წერდა. ანუ აქედან დასკვნა ის რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს უკეთესი, ასე რომ ვთქვათ, გავლენა საქართველოზე მის ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთს ერთი წუთითაც კი არ შეუსუბუქებია ანექსიური პროცესები, ისევე როგორც ის პროცესები, რომელიც მიემართება და აპარტეიდის რეჟიმია ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ სრულიად უუფლებოები არიან და აქ არის პოლიტიკის, ასე რომ ვთქვათ, არარსებობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, კითხვები. კითხვა ასეთი, ეს ანგარიში წინა ანგარიშებისგან, მაგალითად ანექსიის კუთხით განსხვავდება თუ არ განსხვავდება? ანუ სად არის შერბილება, თუ არის ეს შერბილება, იმიტომ რომ ყველა ანგარიში
რომელიც გამოქვეყნებული ბოლო წლებში რაც არის 2015 გამოქვეყნებული, წლიდან ხო, მოყოლებული. ყველგან არის ანექსიასთან დაკავშირებით საკმაოდ ესეთი მკვეთრი ჩანაწერები არის გაკეთებული ანექსიურ პროცესებზე. ორი რამ არის აქ მთავარი. ერთი არის პოლიტიზაციის შეტანა ოკუპირებული ტერიტორიების თავში, რაც აქამდე ყველა ანგარიშმა გაანალიზებული, არ მხოლოდ საკითხული და არ შემხედრია და ამ შემთხვევაში მაგალითს გეუბნებით იგივე ჩოშანასთან დაკავშირებით, იგივე სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით, ჩემჩირის მუდმივი სამხედრო ფლოტის განთავსების იდეასთან დაკავშირებით, სატრანზიტო პოტენციალი და გალის ეგრეთ წოდებული საბაჟო. აი აქ ჩანს პოლიტიზაციამ როგორ შეაღწია ამ ანგარიში, რაც არა მხოლოდ პოლიტიზაციის პრობლემაა, არამედ მათ შორის არასწორი დასკვნების გაკეთების, თუმცა მეორე აქ ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ აქამდე ანექსიურ პროცესების მიმოხილვა ყოველწლიურად ხდებოდა, შეჯამების ნაწილში, დასკვნის ნაწილში ახალი რუსი კურატორის კირიენკოს ოკუპირებულ ტერიტორიებში ადმინისტრაციული მართვის კონტექსტში წარმოჩენია, რომ მზადება ნიადაგის ანექსიისთვის. ანუ ცოტაღა დარჩა ანექსიამდე, ამას გვეუბნება ანგარიში და აი აქ ბუნებრივია ხა სუსტან უკვე ეს კითხვა არ მიდის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, რატომ არაფერი არ კეთდება იმისთვის, რომ ეს ანექსიური პროცესები შეჩერდეს, დასავლელი პარტნიორების მეგობრობა დაბრუნდეს და ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ნამდვილი სუვერენიტეტის დაცვა მოხდეს. ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით როგორი არის ეს დაკვირვება და მოდი ესეც შევადაროთ წინა ანგარიშებს, არის თუ არა აქაც რაღაცა ცვლილება და როგორი. გიორგი, მე მაშინ მუშაობდი უშიშროების საბჭოში, როდესაც 2016 წელს პირველი თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტში, პირველად თავდაცვის დოკუმენტში აღმოჩნდა ჩანაწერი ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებით, როგორც აღიარება ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით, რომ ეს არის გამოწვევა. და ჰიბრიდული საფრთხეები ყოველთვის იყო დაკავშირებული რუსეთთან. და ამას მოყვა სხვა მათ შორის სტრატეგიული დოკუმენტების, იყო საფრთხეების შეფასება და სხვა. მაგრამ ანრი ოხანაშვილის ანგარიში პირველად ეს საუბარი არის 25 წელს გამოქვეყნებული, 24-ის ანგარიში, ანუ საარჩევნო წელს, როდესაც ღიად ჩაიწერა ამ ჰიბრიდულ საფრთხეების ნაწილში და დეზინფორმაციის ნაწილში, რომ დასავლური ინსტიტუტები და რიგი დასავლური ქვეყნები დეზინფორმაციას ავრცელებდა საქართველოს წინააღმდეგ და გაიგივება საქართველოს და ქართული ოცნების პარტიის როგორც ესეთი განსაკუთრებით შარშანდელი წლიდან, საანგარიშო წლიდან არის, ანრი ოხანაშვილის ანგარიშიდან ძალიან მკაფიო და ეხლა ძალიან საინტერესო იყო მამუკა-მდინარეძის ხელმოწერილ ანგარიშში საუბარი იმაზე, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდას დასავლური ქვეყნები და ორგანიზაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან და პარტიებთან და სპეცსამსახურებთან ერთად საქართველოში ავრცელებს ანტიდასავლური განწყობების შესაქმნელად და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის შესარყევად. ანუ აი მარტივად რომ თქვა, დასავლეთი დეზინფორმაციით გვებრძვის იმისთვის, რომ ჩვენ დასავლურ ოჯახში არ შეკარგავწევრიანდეთ და ამისთვის იყენებს არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს და სპეცსამსახურებს და თან ამ ყველაფერთან ერთად ის აკეთებს ამით რუსეთის საქმეს და ფაქტობრივად რუსეთის ინტერესს, რომ საქართველო არასდროს არ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ხო, როგორ წარმოგიდგენთ, რამდენად შეიძლება იყოს ლოგიკური და ადეკვატური. ხო, აი რუსეთი და დასავლეთი ერთად გვებრძვიან. ნუ რუსეთს მე ვამატებ, იმიტომ რომ იქ არ წერია არც ერთი ქვეყანა, მაგრამ მკაფიოდ ანრი ოხანაშვილის ანგარიში შემდგომ-წერია დასავლური ინსტიტუტები და ორგანიზაციები და განსაკუთრებული სასაცილოა ასე ვთქვათ აქცენტი BBC-ს. BBC-ს დოკუმენტურ საგამოძიებო ფილმზე სავარაუდო მომწვეული ნივთიერების გამოყენებაზე ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს. ნუ აქ გარდა იმისა, რომ ისინი საუბრობენ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და მათი სუსის გამოძიების დაპირისპირებით ცდილობენ წარმოაჩინენ, რომ ეს იყო ტყუილი, აქ მტრულ საქმიანობაზე არის აქცენტი, რომ BBC-ს ამ გადაცემის ავტორები და ის მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რესპონდენტები იყო არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ შორის ყოფილი, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების სექტორში მომუშავე პირები,
რომლებიც ერთად მტრულ საქმიანობას აწარმოებენ საქართველოს წინააღმდეგ. ოღონდ აი რა ინტერესი აქვს BBC-ს, რატომ უნდა უმტროს საქართველოს, ეს უკვე აღარ წერია და რა თქმა უნდა ქართული ოცნება რომ საქართველოა, აქაც ეს თეზა მეორდება. და ესეც არის განსხვავებული წინა ანგარიშებისგან, იმიტომ რომ წინა ანგარიშებში ესე რომელიღაცა მედია არსად არ იყო ნახსენები, ხო? მიუხედავად იმისა, რომ წინა ანგარიში დიდი აქცენტი იყო მედია საშუალებებზე, ჟურნალისტებზე, თუმცა ამ შემთხვევაში BBC და ესეთი გლობალური მედია არ ყოფილა და ეხლა უკვე BBC-სთან მიმართებაში მტრული საქმიანობაში BBC და რესპონდენტები ღიად არიან მხილებულები და ამას მოწევს მათ შორის სუსის ანგარიში ჩანაწერი სიცილსამართლის 319 მუხლის გამოძიებაზე მტრულ საქმიანობას რაც გულისხმობს და იმ რესპონდენტების წინააღმდეგ ახალ საქმეზე რაც არის. ასევე საინტერესო იყო ჩემთვის ერთი დეტალი, მათ შორის ჰექსოგენის საქმე, ალბათ ყველას ახსოვს, როდესაც ქართული ოცნების ველაპარაკე თავები გუმტკიცებდნენ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება შემოვიდა უკრაინიდან, გამოიარა რუმინეთი, თურქეთი, საქართველოში ეს ყველაფერი იპოვეს, თუმცა ეს ასაფეთქებელი ნივთიერება არ მიდიოდა რუსეთში, არამედ აქ უნდა აეფეთქებინათ რაღაც ავლაბრის ტერიტორიაზე იყო აქცენტი თუ გახსოვს. ეხლა უკვე სუსის ანგარიში საუბრობს, რომ ეს იყო გადაზიდვის მიზნით, ანუ უნდა გაიტანეთ. საქართველოში ტერორისტული აფეთქება არ უნდა მომხდარიყო. ყოველ შემთხვევაში კარგია რომ ესე წერია, იმიტომ რომ ბუნებრივია თუ ესე იყო გადაზიდვა უნდა ყოფილიყო, გამოძიება საბოლოოდ დასრულებული არ არის, იმიტომ რომ მიმდინარეობს, მაგრამ პოლიტიკურად გამოყენებული იყო ეს რომ თითქოს ავლაბრის ტერიტორიაზე რაღაცა უნდა იქნათ და ესეც პოლიტიკური ინსინუაციები ახლა ეს ახლა კითხვა რახან ვახსენეთ ეს თემა ტერორიზმთან ყოველთვის სუსი აქვეყნებდა ხოლმე განცხადებებს თუ წერილებს შეერთებული შტატებიდან თუ სხვა პარტნიორებიდან მაშინ ან მოკავშირეებისგან მაშინ რომ ტერორიზმის თემაში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს, ძალიან ეფექტური და საქართველოს ამ მხრივ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიც მოხვედრებს დადებით. რა წერია ამ ანგარიშში ახლა და არის თუ არა წინა ანგარიშებთან მიმართებით რაღაცა სხვაობა აქ თუ იცი? აქ არის რიგი საკითხებისა, იქნება ეს ქიმიური, რადიაციული და ბირთვული მასალების საკითხთან დაკავშირებით, გახსოვთ ალბათ ხო, რომ დააკავა ეს პირები, რომელსაც გადაჰქონდათ საქართველოს სატრანზიტო ქვეყანად გამოიყო. მათ შორის ალ-ქაიდასთან და დაეშთან კავშირში მყოფი პირები და პირდაპირ წერია მიზნები საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ არ მომხდარა ტერორისტული თავდასხმა, ძირითადად იქიდან დაბრუნებული ადამიანების აქ შემოსვლაზე იყო აქცენტი და მათ შორის ის ინტერესები. მე ვფიქრობ, ამ კუთხით არაფერი სიახლე არ არის, მაგრამ თუ საუბრობთ თანამშრომლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ მაღალ დონეზე თანამშრომლობა ძალიან შეზღუდულია, მამუკა მდინარაძეს სულ 7 თვის მანძილზე ჰქონდა 2 ვიზიტი, ერთი შეერთებულ შტატებში, მეორე ჩეხეთში. იგივე ტექსტი მეორდება მაღალ დონეზე. ანუ მან ხო არ მოდის წინააღმდეგობაში, ესე იგი წინა პუნქტი ჰიბრიდულთან მიმართებით და ტერორისტთან მიმართებით ერთმანეთთან წინააღმდეგობაში ხო არ მოდის ზოგადად დასავლეთის ხატთან დაკავშირებით, ხო? წინააღმდეგობაში ძალიან ბევრი რამე მოდის კიდევ ერთხელ ვიტყვი, მათ შორის ის რიტორიკა, რომელიც არის ამ ანგარიში და არა ზოგადად პოლიტიკური კონტექსტში, მაგრამ არის კონკრეტულად ჩამოთვლილი ორგანიზაციები, რომლებთანაც თანამშრომლობა ინსტიტუციურად სუსის გრძელდება და აქ ცვლილებები წინასწრებთან მიმართებაში არ არის წარმოდგენილი და თუ შევაფასებთ ამ შემთხვევაში ეს ერთ-ერთი წარმატებული მიმართულება მიუხედავად იმისა, რაც არის. დამავიწყდა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალია, გიორგი, ეს არის პირველი ანგარიში, როდესაც დაზვერვის სამსახური არის სუსის შემადგენელი ნაწილი. რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თითქმის არ ყოფილა და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არც თუ ისე დადებითი გადაწყვეტილება, ამიტომ აქ არის ერთის მხრივ რესურსების გაერთიანება, მეორეს მხრივ სადაზვერვო საქმიანობის ნაწილში ანგარიშის თავი არის გაჩენილი ცალკე, რაც არ ყოფილა არასდროს და აქ არის აქცენტი გაკეთებული ტერორიზმის კუთხით, მათ შორის დაზვერვის სამსახურის სააგენტო ქვია ეხლა მას როლზე, ისევე არაღიარების პოლიტიკის კუთხით დაზვერვის სამსახურის როლზე, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად სირიის ახალმა ხელისუფლებამ, რომელსაც აღიარებული ჰქონდა ოკუპირებული რეგიონების და ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა, აქ ქართულ ოცნებას არ ფიქრობ გაუკეთებია იმისთვის, რომ ეს აღიარება უკან წაიღო უკრაინის მსგავსად.
თქვენ ნახეთ მათ შორის ზელენსკის შეხვედრა მათ ახალ ლიდერთან. შესაბამისად, სხვა დანარჩენი არის კორუფციასთან დაკავშირებით საკითხები უნდა გითხრა, მაგალითად ძალადობრივ ჯგუფებზე, ანუ რადიკალურ ექსტრემისტულ ჯგუფებზე წინა ანგარიშებში იყო ხოლმე ეს რაღაც გამოკვეთილი და ცალკე გამოტანილი. ამ ანგარიში არის თუ არა და თუ არის მაგალითად არის თუ არა სხვაობა წინა ანგარიშებთან მიმართებით. იმიტომ რომ აი ეს მნიშვნელოვანი დაკვირვება არის ბევრი მიმართულებით. აქ არის შეცვლილი თუ ეხა მე როდესაც ვკითხულობდი ანგარიშებს სუსის წინაწლებში ჩვენ გვახსოვს 5 ივლისი მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების სხვადასხვა ასე რომ ვთქვათ გამოვლინება ამ ექსტრემიზმის აქ როდესაც ვკითხულობდი ამ ანგარიშებს ხვდებოდი ვიზე იყო საუბარი ეხლა უკვე ძალიან გაჭირდება აქ ძირითადი აქცენტი არის გარკვეულად ჯგუფებზე რომლებსაც აქვთ რელიგიური და ეთნიკური ნიადაგზე ასე რომ ვთქვათ პროვოცირება კონფლიქტის ასე რომ ვთქვათ მიზნა და ეს ბუნებრივია რომ იქნება საქართველოსნაირ ქვეყანაში და სამსახურებზე, მაგრამ ესე რომ დაახლოებით წარმოქმნა კონდეს კონკრეტულად ვის მართულ ჯგუფებზეა საუბარი, ეს ძალიან გაჭირდება. ერთადერთი გამონაკლისის გარდა, როდესაც საუბარია საგანმანათლებლო პროექტებზე, ახალგაზრდების ჩართულობის და ექსპერტების, არ ვიცი, შეიძლება მე მინდა ესეთი საპირება დამრჩეს, მაგრამ ის რომ რუსეთი გააქტიურებულია თავისი ბელი ძალით და აქ სემინარებს და კონფერენციებს აწყობს და მათ შორის საგანმანათლებლო კუთხით საქართველოს მოქალაქეების შექმნა შესაძლებლობა რომ აქედან წავიდეს ვიღაცა და რუსეთში ისწავლოს, მე ვარაუდობ რომ შესაძლებელია ეს იყოს ამაზე იყოს აქცენტი, ისევე როგორც უცხო ქვეყნებში დიასპორული ორგანიზაციის ლიდერებზე და მათთან დაკავშირებულ პირებზე, რომლებსაც აქვთ ამ ქვეყნების მაღალ პოლიტიკურ დონის ხალხთან ურთიერთობა. მე ვიფიქრე, რომ ეს შეიძლება და ყოფილიყო სიტყვაზე მამკაფიფია, ხო, ყველა ალბათ უფრო კარგად იცის, როგორც დიასპორის რუსეთში წარმოადგენლობა, ისევე როგორც სხვა პირებიც რუსეთთან თუ დავაკავშირებთ, მაგრამ დადის ეს კაცი აქ საქართველოში ჩვეულებრივად შეხვედრებს აწყობს, ღონისძიებებს, სურათებს იღებს და არ ვიცი ეს კონკრეტულად რუსეთთან დაკავშირებულ დიასპორულ ორგანიზაციებზეა საუბარი აქ თუ დასავლეთზე, იმიტომ რომ იმდენად აღრევა მტრის და ასე რომ ვთქვათ მეგობრის შეფასებით ნაწილში გაგების, რომ ძალიან რთულია. აი თუ აქამდე ვიცოდით, რომ ოკუპაციის კანონით რუსეთი იყო ჩვენი მტერი, თუ სტრატეგიული დოკუმენტებით აქამდე ვიცოდით, რომ ასევე რუსეთი იყო ჩვენი მოწინააღმდეგე და დასავლეთი ცალსახად მეგობარი, ეხლა აღარ სტრატეგიული დოკუმენტები არა გვაქვს, რომ ვიმსჯელოთ და ნახოთ როგორ გადააფასა ოცნებამ მტერსა და მეგობრას შორის სხვაობა და რას იცავს, როგორც ინტერესს. შეჯამებისკენაც რო წავიდეთ, ესე იგი ჩვენ გვაქვს ერთი მხრივ სუსის ანგარიში, მაგრამ არ გვაქვს სტრატეგიული დოკუმენტები. როგორ უნდა იხემძღვანელოს მოქალაქეთა ჯგუფმა რომ აიღოს საფრთხეების შესახებ ხო ანუ ხო რა უნდა იცოდეს ან ვინ უნდა მიაწოდოს ეს ინფორმაცია რეალურად და როგორ უნდა განსაზღვროს მან რაღაცა იმიტომ რომ სუსის ანგარიში იქ დახურულია ძალიან ბევრი რაღაცა 66 გვერდზე ყველაფერი ვერ იქნება თან არა, სუსის ანგარიში არის საჯარო დოკუმენტი გიორგი ხარამხავრანაძის პარლამენტის წევრი ვიყავი და ვესწრებოდი სუსის ანგარიშის დახურულ განხილვებსაც მათ შორის ანგარიში არის საჯარო, მხოლოდ კითხვა-პასუხი იხურება ხოლმე ამ ანგარიშთან დაკავშირებით. რამდენად საკმარისია 66 გვერდი, ხო, ესეც ერთია. აქ ცოდნა ესე სიღრმეში ჩაიხედა, ეს მეორე მომენტია, მაგრამ კიდევ ერთხელ დღეს ჩვენ გვონებენ რომ ამ ქვეყნის მშვიდობის დამცველი ფარი არის ბიძინა ივანიშვილი. ანუ ერთის მხრივ ერთი ეს ვიცით და მეორე მხრივ ის რომ აღარ გვაქვს არც საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, არც სტრატეგიებით როგორ უნდა გადავრჩეთ ამ турბულენტობის დროს, როგორც ქვეყანა და მათ შორის ჩვენი ინტერესები როგორ დავიცვათ. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა მოსახლეობისთვის უნდა იყოს ის, რომ როდესაც ერთი ადამიანია მშვიდობის გარანტია ამ ქვეყანაში და არა ჯარი, არა ინსტიტუტები, არა სისტემა, რომელიც ამ უსაფრთხოების ინტერესების სადარაჯოზეა, არის დიდი პრობლემა. შესაბამისად ეს ანგარიში უბრალოდ კანონიდან გამომდინარეობს, რომ უნდა ყოველწლიურად პარლამენტში
შევიდეს, ისე როგორც კანონიდან გამომდინარეობდა ვალდებულება, რომ უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიები საჭირო იყო, მაგრამ ამ კანონს აღარ იცავს არავინ და ეს 2018 წლიდან სახეზე, როდესაც არაფერი აღარ განახლებულა ეროვნულ დონეზე, სტრატეგიულ დონეზე, რომელსაც პრემიერი მოაწერდა ხელს თუ კიბერუსაფრთხოების სტრატეგიას არ ჩავთვლით, რომელიც რაღაცა 20 თუ 21 წელს განახლა და ეგ იყო და ეგ. და ეს არის გარკვეულწილად პოლიტიკის მაჩვენებელი, მაგრამ ტენდენციებისთვის მაინც კარგი მაჩვენებელია სუის ანგარიში, პოლიტიზაციის ხარისხისთვის არის კარგი მაჩვენებელი და ბოლოს მაშინ როდესაც ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთო ეროვნული ინტერესია, მიუხედავად იმისა, ვინ არის ნაცი, ვინ არის ქოცი, ვის არც ერთი პარტიის ჯერა თუ რა, ამ შემთხვევაში მთავარი კითხვა უნდა დავსვათ, რომ თუ რუსეთი ემზადება ანექსიისთვის და ამას წერს მამუკა მდინარაძის სუსი, რომელიც ეხლა უკვე არის გეკა გელაძის, რას აკეთებს ქართული ოცნება, ან რას ვაკეთებთ ჩვენ, რომ დავიცვათ ჩვენი ნამდვილი სუვერენიტეტი და არა ის ყალბი, რომლის სახელითაც ქვეყანას დამატებით საფრთხეები შეუქმნას უსაფრთხოებაში. დავტოვოთ ეს კითხვა ასე და იმედია, რომ პასუხს მივიღებთ როდესმე მაინც. თეონა, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ.